სახელით ამისათა და ძისათა და სულისათა წოდესათა. პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს ქრისტეს ნათლისღების დღეს. ნათლისღების დროს იესო ქრისტემ მოგცა მაგალითი ყველას, რომ გადარჩენისა და ცხონებისათვის აუცილებელია ნათლისღება. თვითონ ქრისტე კი იმიტომ ჩავიდა წყლებში, რომ თავისი ჩასვლით აკურთხა წყლები და განწმინდა წყლები, რომლითაც შემდეგ ხდება ამ ნაკურთხი და განწმენდილი წყლით ჩვენი განწმენდა, ადამიანის ცოდვის ჩამორეცხვა და ადამიანის გადარჩენა და სამოთხეში მოხვედრა. თქვენიცი ძალიან დიდი კამათები არის საუბარი, პატარა ბავშვი უნათლავი მოხდება თუ არა სამოთხეში, კეთილი თქვა, სხვა სარწმუნოების კაცი ვინც არის ის მოხდება თუ არა სამოთხეში და ისე გამოყავთ. ვერ წარმოუდგენით მართლა ეს ადამიანური გონებით ძნელი წარმოსადგენი, როგორ შეიძლება ადამიანი დაიბადოს განწირული იყოს დაბადებისთანავე ჯოჯოხეთისათვის. ჯერჯერობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანს აქვს საშუალება ჭეშმარიტების გაგების შეცნობის ღმერთამდე მისთვის მით უფრო ეხლა. სადაც ახარება ყველგან იქადაგება და ყველა ქვეყანაში არის გავრცელებული მართლმადიდებლობა, ყველგან შეიძლება გაგება და მართლმადიდებლურ ტაძარში მისვლა. ყველა ქალაქში, ყველა ქვეყანაში არის რომელიმე ეკლესიის მართლმადიდებლური ტაძარი. ეხლა თვითონ არსით შევეცდები გადმოგცეთ, რას ნიშნავს ნათლობა და ნათლობის განაშე ცხონება რატო არ შეიძლება და რას ნიშნავს თქმა, რომ უნათლავი კაცი შეიძლება მოხდეს სამოთხეში. თქვენ იცით, როდესაც ღმერთმა ანგელოზები გააჩინა, ერთ-ერთი ანგელოზი გაამპარტა და მოიდომა ღმერთობა და ამის გამო ღმერთად გახდომის სურვილის გამო ღმერთმა იგი სამოთხიდან გამოაგდო. იგივე ცოდვა ჩაიდინა ადამმა სამოთხეში, როდესაც მან დაუჯერა ეშმაკს და ეშმაკის შთაგონებით მოიდომა ღმერთობა. ამიტომ შეჭამა აგზელული ხილო ღმერთი გამختارიყო და ყველაფერი ცოდნოდა ვითარც აღმერთს და იქნებოდა ვითარც აღმერთი, ანუ ღმერთობა მოინდომა ადამა და ამის გამო ღმერთმა იცით ადამის გამოაგდო სამოთხიდან. ადამის ცოდვა თუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ღმერთად გახდომის სურვილს. გარდა ამისა ადამის ცოდვაში როგორც წმინდა მამა ბიძახია, ყველა ცოდვა თავმოყრილი პარვა, ქურდობა, ამპარტაუნება, მაგრამ თავარი ის არის, რომ ადამის ცოდვა თავისი არსით ნიშნავს ღმერთად გახდომის სურვილს. ეს არის ცოდვა, რომლის გამოც ღმერთმა ანგელოზები არ დაინდო ზეცაში და გადმოყარა ზეციდან და ამის შემდეგ ანგელოზი დაცემულ ანგელოზად იქცა და მას სატანა ქვია, ანუ ეშმაკად იქცა. ეს არის ცოდვა, რის გამოც ღმერთმა ადამიანს კი არ დაინდო სამოთხეში და სამოთხიდან გამოაგდო. მაგრამ იმ წამში ღმერთი შევდა პირდაპირ წერია, ერთმა კაცმა შესწოდა და ადამიანში შესწოდა მთელმა კაცობრიობა. როგორც ქრისტე არის, ერთმა გამოიხსნა და ქრისტემ ყველა გამოიხსნა, ადამიანში ყველამ შეცოდა. ამიტომაც ქვია ქრისტეს მეორე ადამი, ის არის შობის სიცოცხლის მომცემი. ადამიანის ცოდვის შემდეგ, როდესაც მან ღმერთობა მოიდომა, მთელი კაცობრიობა გამოდევნილი იქნა სამოთხიდან. ადამიანის დაცემამდე გამრავლება სხვანაირად ხდებოდა, გამოუგო ნეკნი ადამიანს და შექმნა ევა. ადამიანის შემდეგ ეონებად ტკივილებით შობდეთო და ამიტომაც არის ის, რომ ეხლა მშობიარობა ქალების მიდის ტკივილებით ადამიანის ცოდვის გამო არის. აქედან ჩანს, რომ ადამიანის ცოდვა ყველაზე გავცელდა. რატომ ტკივათ ქალებს ევამ შეცოდა და თანამედროვე ქალი რაშუაშია ტკივილებით როშობს, ხო? დღეს ლაპარაკობენ ზოგი ერთები, რომ რაშუაში ვარ მე თუ ადამიანს შეცოდა. რაშუაშია მაშინ ის ქალი, ვის ტკივილებით შობს. იმ შუაშია, რომ ღმერთმა უთხრა ტკივილებით შობდეო. იმ შუაშია, რომ ამის შემდეგ უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა, გამრავლება სხვანაირად ხდება, მიდგომით და ჩასახვით ეს უკვე ცოდვის მატარებელია. რადგან პირდაპირ წერია უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა, ჩასხვისთანავე ადამიანს ადამიანის ცოდვა აქვს, რომელიც ჩამოირეცხება ნათლობით და რატომ? როდესაც ადამმა შესწოდა და ადამიანში მთელმა კაცობრიობამ, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ღმერთმა ადამი გამოაგდო სამოთხიდან. სამოთხის კარი დაიხშო და სამოთხეში ვერავინ ვეღარ ხვდებოდა, აღარავინ აღარ კვიდრობდა გარდა ანგელოზების. მაგრამ ღმერთი შეპირდა ადამიანს, რომ კაცობრიობას რომ მოუვლენ და მხსნელს, შველელს, რომელიც ქალისგან გაჩნდებოდა, დაამარცხებდა ეშმაკს, თავს გაუჩეჩქავდა გველს და ადამიანს ისევ დააბრუნებდა სამოთხეში. და ეს მართლაც მოხდა მაცხოვრის შობით, მაცხოვარმა ჯვარზე გაყვრით, თავისი დაღვრილი სისხლით, ადამიანის საფლავზე მოხდა ქრისტეს ჯვარცმა. მაცხოვრის სისხლი დაერღვარა ადამიანის საფლავზე და ადამიანის ცოდვა იქნა ჩამორეცხილი. და მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო სამოთხის კარი და ამის ნიშანი იყო ის, რომ იერუსალიმის ტაძარში კრეცაბმელი გაიპო შუაზე და გაიხა. კრეცაბმელი, ანუ სამოთხის კარი გაიღო. ქრისტეს ჯვარცმამდე ყველა მიდიოდნენ ჯოჯოხეთში. ქრისტეს ჯვარცმამდე სამოთხეში არავინ არ მკვიდრობდა.
აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, დანიელ წინასწარმეტყველი, იოანე ნათლისმცემელიც კი ჯოჯოხეთში იყო. რატო? იმიტომ რომ ქრისტეს ბრძანებით, ღმერთის ბრძანებით 60 კალი დახშული იყო და ის ხოლო ჯვარცმის დროს გაიყო და ეს ხალხი ვინ ჯვარცმამდე აღესრულა, ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა. ჯვარცმის შემდეგ მიეცა ადამიანს საშუალება 60-ში შეცვლის და სიტყვა სახარებაც ამის მანიშნებელია, რომ მან გვაახარა 60-ის გაგება. ჯვარცმის შემდეგ. ჯვარცმის წინ მაცხოვარი იერუსალიმში შესვლისას ამბობს: "ძალგით წინ ნათლისღებით ნათლისღება რომლითაც მე, ანუ ჯვარცმას ნათლისღებას ეძახის პირდაპირ." და მართლაც დღეს, როდესაც მღვდელი ნათლავს ადამიანს, პირდაპირ კურთხევანში წერია. მღვდელო უწყებულ იყავ, როდესაც ნათლავ ადამიანსო, ჯერ ესეთი პირდაპირ წერია, რომ მოსანათლი ადამიანი ემსგავსება ჯვარზე გასაკრავად გამზადებული იესო ქრისტეს. ამიტომაც დგანა ჩვენ გინახიათ ჩვენ როგორ ნათლავთ, დიდი ემბაზია. ემბაზი ნიშნავს საფლავს. ადამიანი ვინც ინათლება ფეხში შველად დგას, კვართი აცვია და ემსგავსება ჯვარზე გასაკრავად გამზადებული იესო ქრისტეს. ნათლობის დროს ადამიანი კვდება, ჯვარზე ეკვრება, ჩადის სამჯერ ემბაზში, ანუ საფლავში. სამჯერ იფლობა სახელითა მამისათა ამინ, დაზისათა ამინ, დასულისაწმინდისათა ამინ. როგორც ქრისტემ მოკვდა და 3 დღე საფლავში იყო და მერე აღდგა და გაცოცხლდა, წყლიდან ამოსული, ემბაზიდან ამოსული კაცი ემსგავსება მკვდრეთით აღდგა იესო ქრისტეს. და ამ დროს იგალობება რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელბიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ქრისტეს იმოსავს კაცი, ქრისტე ჯვარცმის თანაზიარი ხდება და ამიტომაც ნათლობას სლაურად ქვია კრიშენიე, კრესტ. ნათლობა არის იგივე ჯვარცმა. ვინც იტყვის, რომ ნათლობის გარეშე შეიძლება ცხონება, ის ლაპარაკობს, რომ ჯვარცმის გარეშე შეიძლება ცხონება, გოლგოთის გარეშე შეიძლება ცხონება, ქრისტეს გარეშე შეიძლება ცხონება, ეს სინონიმებია. ის ნიშნავს და თუ ქრისტეს გარეშე შეიძლება ცხონება, მაშინ გამოდის რომ ქრისტე მაცხოვარი არ არის. მიხვდით რას ნიშნავს თქმა, რომ ერთი წამის დაბადებული ბავშვი შეიძლება ცხონდეს. 60-ში არ მოხვედრის მიზეზი უნათლაობა კი არ არის. 60-ში არ მოხვედრის მიზეზი ადამიანის სოდვა. ისევე როგორც ავადმყოფობის დროს სიკვდილის მიზეზი უწამლობა კი არ არის. სიკვდილის მიზეზი ავადმყოფობა. უნათლავი ადამიანი იმიტომ ვერ მოხდება 60-ში, რომ მას ადამიანის სოდვა აქვს. ადამიანის სოდვით, ადამიანის მსგავსი სოდვით. ანგელოზი ვერ გაჩერდა ზეცაში და ღმერთმა ის ზეთთან გადმოაყო. ადამიანის სოდვის გამო ადამი ვეღარ გაჩერდა 60-ში იმალებოდა. შიშველი რო იყო დაინახა, ფოთლებით შეიმოსა, ბუჩქებში დაიმალა, ანუ დისკომფორტი შეექმნა ადამიანს. ადამიანის სოდვით 60-ში დგომა შეუძლებელია. ამიტომაც გამოაყო ღმერთმა ადამი, რომ დიდი წყალობა იყო ადამიანისთვის. როგორც სოდვილ ადამიანს, აი ავადმყოფ ადამიანს არ შეუძლია რომ სინათლეში იყოს და ავად რო არის კაცი, ნახე გეუბნება ფარდა ჩამოაფარე, შუქი ჩააქრე, კარები დახურე, ნუ ხმაურო, გვერდით ოთახში კეიფი და დროსტარება რო იყოს, ის სუფრაზე ვერ დაждდება, მას ურჩევნია იწვეს, თავზე საბანი წაიფაროს, ოფლი მოიდინოს, სუდათ არის ეს კაცი. არ უნდა მას ხიარულება. ადამიანის სოდვით ადამიანი 60-ში ვერ გაჩერდება. არ შეუძლია გაჩერება. წარმოიდგინეთ, არიან თევზები, რომლებსაც თვალები არ აქვს და ოკეანის ფსკერზე წვანა, სადაც უსიბნელია. ჩვენ რო ვთქვა საწყალი ეს თევზები, მოდი ზემოთ ავაიყონოთ ზიშუქზე. რა მოვა? დაიხოცებია. ცოდვილი კაცისთვის 60-ში ყოფნა ტრაგედია, ცუდია. წმინდა მამები იძახიან, რომ ჯოჯოხეთი ცოდვილებისთვის უკანასკელი წყალობაა. ჯოჯოხეთში ცოდვილი კაცი უკეთესად გრძნობს თავს ვიდრე 60-ში. იმიტომ რომ 60-ში მისთვის დისკომფორტია. ერთი წამის დაბადებული ბავშვი და 100 წლის კაცი, რომელიც არის სადისტი, კაცის მკვლელი და ინათლება ეს კაცი. ერთნაირი ლოცვა იკითხება ერთი წამის დაბადებულ ბავშვზე და 100 წლის კაცზე. აბსოლუტურად ერთნაირად. როგორც 100 წლის კაცი ჭირდება ეშმაკის გაგდების ლოცვები, 40 წუთი გრძელდება, ნახე 45. ეშმაკის გაგდების ლოცვები, განაგდებ ეშმაკს, მერე იძახის რომ განვაგდებ ეშმაკს შევდგები. განვაბოროცულებს განვაშორები, ამას ვერ იძახის ერთი წამის ბავშვი. და რომელ ბოროცულებზეა ლაპარაკი? რომელზე და ადამიანის სოდვაზეა ლაპარაკი? მიხვდით რატო ვერ ცხონდება ერთი წამის დაბადებული ბავშვი? და თქმა რომ მე არ მესმის ეს, თუ არ გესმის, გაჩუმდი მაშინ და ნახე მამები რას წერენ. თქმა იმისა, რომ ნათლობის გარეშე შეიძლება თუნდაც ერთი კაცი ცხონდეს.
ეს ნიშნავს მაცხოვრის გვერდით თავლით შეიძლება კაცი ცხონდეს. ეს ნიშნავს რომ იესო ქრისტე მაცხოვარი არ არის. ქრისტე იძახის მე ვარ გზა და ჭეშმარიტება ვერავინ ვერ უნდა მამასთან თუ არა ჩემი. სხვა სახელი არ არის ის ქვეშეთში რომელთაც ცხონება შეიძლება ცხონება ეძახიან მოციქულები მოციქულთა საქმეში. და შენ როცა იძახი არის ცხონება შენ მიდიხარ სახარების წინააღმდეგ, სულიწმინდის წინააღმდეგ და გამოდიხარ მისი გმობელი. წვალებლობა ქვია, როდესაც წვალებლობა ლათინო პაპიზმი, როდესაც მათ მცირე რაღაცები შეიტანეს. იძახე რომ ქრისტე ღმერთია, მესია, მაცხოვარი, მაგრამ რაღაცას არასდროს იძახიან. წვალებლობა მონოფიზიტობა, წვალებლობა პროტესტანტობა თავის ყველა მიმდინარეობით და გამოვლენებით. მაგრამ როდესაც შენ იძახი რომ ქრისტე მხსნელი, ქრისტე მაცხოვარი არ არის, ეს წვალებლობა, ეს უარესია, ეს ღვთისგმობაა. ქრისტე იძახის ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე მეც ვაღიარებს მას მამისა და ანგელოზების წინაშე. ვინც მე უარყოფს კაცთა წინაშე მეც უარყოფ მამისა და ანგელოზების წინაშე. როდესაც შენ ადამიანი იძახი რომ ქრისტეს გარეშე შეიძლება ცხოვრება, შენ ქრისტეს მაცხოვრობას და ერთადერთობას უარყოფ და უარყოფილი იქნები ქრისტეს მიერ. ძალიან მარტივია ყველაფერი. რა არის ამაში გაუგება? ეს არის ცეცხლთან თამაში, სულის ცხოვნებასთან თამაში. და ზუსტად ეს იქადაგა უწმინდესმა საშობო ეპისტოლე ხო უსმინე? პირდაპირ ამაზეა ლაპარაკი. ზუსტად ის ილაპარაკა, რასაც ჩვენ ვლაპარაკობ, რატო? იმიტომ რომ ჩვენც და უწმინდესი პატრიარქიც ვლაპარაკობთ ეკლესიის სწავლებას. იმას კი არა რომ მე ესე ვფიქრობ და მე ესე მგონია და მე რო ღმერთი ვიყო. ჩვენ ვიძახით იმას, რაც წერია სახარებაში. რასაც იძახიან წმინდა მამები. და ის რომ ეს სოფელი და ამ სოფლის სწავლება მიუღებელია ქრისტეს სწავლებასთან პირდაპირ მაცხოვარი იძახის. სოფელი ესე ბოროტებასაც ედაძებს. ამ სოფელში სამართალი არ არის. ჩვენი სამჯარო სხვა არის, ის სამჯარო სხვა. იმიტომ რომ ჩვენ თუ ესე დავიწყეთ მარტო ღმერთის სიკეთეზე ლაპარაკი, მაშინ რით აიხსნება წარღვნა, რით აიხსნება სოდომი და გომორი, მიწისძვრები, ეპიდემიები. ეს იმით აიხსნება რომ ღმერთი არის ყოვლად სამართლიანი, ყოვლად მოწყალე და ყოვლის მხედველი და ღმერთში ყოველთვისება თანაბრად. მიხვდით ჩემო ქრისტეს მიერ რომ ძმებო და დებო რას ნიშნავს თქვა რომ ქრისტეს გარეშე შეიძლება ცხოვრება. ეს ქრისტეს უარყოფა. გინდა თუ არ გინდა აქამდე მიდიხარ. თუ ერთი წამის ბავშვი ცხონდა, მაშინ ორი წამისამ რა დააშავა, სამი წამისამ, 4 წამისამ, 5 წლისამ, 10 წლისამ გამაჩეროთ როდის გავჩერდ. მაშინ საზღვარი იშლება საერთო ცხონებას. მაშინ თუ ქრისტეს გარეშე ცხოვრება, ცხოვრ მუსულმანი რომ მოკვდება, ნურჯულო რომ მოკვდება, რატო არ შეიძლება წესიაუგო? და თუ შეიძლება წესიაუგო, ერთად რატო არ ვილოცოთ? ყველაფერი ირღვევა, ყველაფერი იგრევა. რატო? იმიტომ რომ ეშმაკი გვატყუებს და გვეუბნება. ესე კი არ არის ესია. სახარებაში წელი ესე კი არ არის. ცოტა სხვანაირად არის, მისი აწერია პირველ საუკუნეში დაიწერა, 20 საუკუნით ადრე დაიწერა ეხები. 21 საუკუნეში რაღაც დროს 20 საუკუნის დაწერილ წიგნზეა საუბარი. დღეს ესე ლაპარაკობენ, იცი? რაღაც დროს იოანე ოქროპირი, რაღაც გრიგორი ღვთისმეტყველია, რაღაც დროს სახარება. იესო ქრისტე რაც იყო გუშინ ის არის დღეს ის იქნება ხვალ. ჩვენ ესე ვიძახით და ამიტომაც რომ მართლმადიდებლობაში არაფერი არ შეცვლილა 20 საუკუნე. დღევანდელი დღე არის მაგალითი ისა რომ ნათლობის გარეშე ცხოვრება გამორიცხულია. ვერავინ ვერ ცხოვრდება ნათლობის გარეშე. ეს არის კარიბჭე, რომელთაც ადამიანი შედის სამოთხეში. ნათლობით ადამიანს ადამიანის ცოდვა ეპატიება და ღმერთთან შერიგება ხდება. შერიგების გარეშე და ადამიანის ცოდვით კიდე სამოთხეში დაგდრობა გამორიცხული. მე შეგაკურთხოთ და ღმერთო